პრეზენტაციას. ჭკვიანი ძაღლები. ავტორი იაკობ გოგებაშვილი. შვეიცარიაში იმდენად მაღალი მთებია, რომ ზაფხულში თოვლი და ყინულიც კი ფარავს. ძალიან ბევრს ებნება გზა და შემდეგ გასაჭირში ვარდება, მაგრამ ხიფათი უფრო ცუდი არ არის გასაჭირზე, მაგრამ ეს ყველა ცუდი ხიფათი მოიხსნა, რადგან ჭკვიანი ძაღლები არიან. შვეიცარიაში ერთ მაღალ მთაზე მონასტერი აშენდა. მან ბერები ცხოვრობენ. ძაღლებს ჩამოკიდებენ ღვინოსა და პურს და აგზავნიან. თუ ვინმე გასაჭირში ვარდება, ისინი ეხმარებიან. ზუსტად ამ მოთხრობაში გეტყვით ერთ ნამდვილ ამბავს. ბერებმა ძაღლი გაგზავნეს მაღალ მთიან მთებში. ძაღლმა გულწასული ბავშვი დაინახა. მივიდა და დაუწყო ლოქვა. მიუტანა ღვინო და პური. ბავშვმა გაიღვიძა. ცოტათი შეეშინა, მაგრამ გაქცევა უნდოდა. ჯანი და ღონე აღარ ჰქონდა იმდენი, რომ წამომჯდარიყო. ამის შემდეგ მიუტანა ძაღლმა ღვინო და პური. დალია გოგონო და შეჭამა. შემდეგ ძაღლმა ყეფა დაიწყო და გოგონაც მიხვდა, რომ ზურგზე უნდა შემომჯდარიყო. ძაღლმა გადაიაცხრა მთა, 9 ბარი და მივიდა მონასტერთან. ძაღლმა მიიყვანა გოგონა მონასტერში. გოგონა შევიდა და ისე საყვარელად დახვდნენ, რომ გოგონა დარჩა და ძალიან მალე მორჩა. და ძაღლი გაუყვა კიდევ ბევრ სიკეთის გასაკეთებლად. დავთვალოთ და მოუვაროთ ცხოველებს. ცხოველები ჩვენი 4 ფეხა მეგობრები არიან და ისინი ყოველ წამს დაგვეხმარებიან. მარიამ ჩუხრუკიძე.